32 წელი გავიდა, რაც ჩემს სახლში, ჩემს ლოგინზე არ დამიძინია. ჩემს ეზოში, ცაცხვის ძირში, გულა მორთული, ამოვარდნილს არ დამისვენია და ბაბუა ჩემის მსგავსად ძველი ვარადო არ მიღიღინია. ის სახლი 32 წლის წინ რომ წაუკიდეს ცეცხლი, დღესაც იწვის და იმ ცაცხმა ხმობა დაიწყო, რომლის ძირში ასე ძლიერ მიყვარდა დასვენება. დედას შვილი საფლავი არ უნახავს, ძოლს ქმრისა და შვილს მამის. ჩემი შვილი ჩემსავე ძმას არ ახლავს ნანახი. ენგურს აქით და ენგურს იქით თუ დავდგებით და ისე ვაცნობთ ძმები ერთმანეთს ჩვენს შვილებს. მეუღლეს ჩემს სხეულზე არსებული იარები აკვირვებს და ცრემლმორეული გაბრაზებით მეკითხება თუ რატო ვიხსენებ ამის განკეთებელს სიყვარულით. ყოველ ახალ წელიწადს იმ იმედით ხვდები, რომ ამ წელს მაინც დავიძინებ სახლში. ჩვენში უფალთან ნადარი სამშობლო დიდი და გულმოწყალეა. ვიცი, შეგვინდობს მის შვილებს ამ უგუნურებას გაფანტავს იმ დენთის კვალს, რომლის გაჩენაც ჩვენი ბრალი არ ყოფილა და ახალ დღეს სუფთა და კრიალაცის ქვეშ იქ ჩვენს ძველ სანაპიროსთან ძველებურად ჩამოვართმევთ ხელს ერთმანეთს უძველესი ძმები. საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო. მოგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ შევიკრიბეთ პროექტის აფხაზეთი მე ვარ მხარდასაჭერად, ჩვენი მოგონებების და სიყვარულის გასაზიარებლად. დღევანდელი საღამოს ინიციატორი გახლავთ გაერთიანება მშვიდობის ელჩები, რომელიც სწორედ პროექტის აფხაზეთი მე ვარ ბაზაზე შეიქმნა. მინდა მივესალმო ამ არაჩვეულებრივ ქალბატონებს, რომელთა ძალისხმევი და დაუღალავი შრომით არაერთი ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დასაწყისია, რაც ამ პერიოდის მანძილზე განხორციელდა. ძალიან დიდი და მრავალფეროვანი გეგმებით არიან ისინი. მომავალ 2025 წელსაც მოტივირებულები. დარწმუნებული ვარ, თავის სათქმელს აუცილებლად იტყვიან, ძალიან ბევრ კარგ საქმეს განახორციელებენ. დღევანდელ საღამოს კი წამოძღვებით ჟურნალისტი, უმშვენიერესი და უნიჭიერესი ჟანა ასანიძე. და ექიმი არნახულად თავმდაბალი და ამიკრძალა, რომ მასზე ბევრი კარგი რეგალია მეთქვა, მაგრამ ეს სიტყვა დაგეგმილი არ ყოფილა და თავისთავად იძულებულია მომისმინოს. არაჩვეულებრივი ჯონი ჯანაშია. მანძილი შენამდე დიდია, შენიდან ჩემამდე არც ისე, ამინდის საგზნობლა შვიდია, მანძილარე ძვირფასო სტუმრებო, დღეს ჩვენთან იმყოფებიან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ელეონორა ლაგვილავა თავის კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად. მინდა მივესალმოთ მათ და გვინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრათ მათ პროექტში აფხაზეთი მე ვარ შეტანილი წვლილისთვის. ქალბატონ ელეონორას მოვიწვევ სცენაზე, მანამდე კი 2 სიტყვაც გეტყვით მის შესახებ. ქალბატონი ელეონორა აფხაზეთიდან არის და მისთვის ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი, რაც მის თვალწინ ხდება. განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ბოლო ჩვენი შეხვედრა, როდესაც კინოს სახლში წარვადგინეთ ფილმი.
და იმდენად შთამბეჭდავი სიტყვა თქვა მან, იმდენად ემოციური, რომ სიმართლე გითხრათ არ ველოდი, იმიტომ რომ სცენარითაც არ იყო გათვალისწინებული, რომ ასეთ ემოციურ სიტყვას იტყოდა და მაშინ გავიგეთ, რომ მისთვის ეს ყველაფერი იყო ძალიან ახლობელი. იმაზე უფრო ახლობელი, ვიდრე ერთი შეხედვით დაუშვათ სტუმარს მოვიწვევდით და ის იტყოდა ემოციურ სიტყვას. თქვენი ემოციებისთვისაც მინდა დიდი მადლობა გითხრათ პირველ რიგში. და ასევე მადლობა მინდა გითხრათ იმ თანადგომისთვის, რომელსაც იჩენთ უკვე ძალიან დიდი ხანია ამ პროექტის მიმართ. ძალიან ჩართული ხართ ამ პროექტში, ძალიან კარგად აცნობიერებთ თუნდაც თქვათ ესე სოციალურ პასუხისმგებლობას, მაგრამ ერთის მხრივ არის, როდესაც საკუთარ თავს დაუსახავ მიზანს, რომ დაეხმარო იმ პროექტს, რომელიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ თუ ამ კარგ საქმეში თქვენს წვლილი მიგიწვით ემოციურად, ეს კიდევ ორმაგად და ათმაგად მნიშვნელოვანია. გთხოვთ ქალბატონო ელეონორა. ქალბატონი ელეონორა ჯილდოვდება მშვიდობის ელჩის საპატიო სიგელით. საღამო მშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა. დიახ, მე მაშინაც ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ, რასაც ყველგან და ყოველთვის ვამბობ, რომ მე აფხაზეთის შვილი ვარ. მე ვარ ის ადამიანი, ვინც ომით თვითონ ნახა და განიცადა. ჩემთან ერთად არიან ჩემი მეგობრები, ჩემი კოლეგები, ზოგი მათგანი აფხაზეთიდან არის, სოხუმრები არიან, ზოგმა ჭუპირი გადმოიარა და ასე შემდეგ. მათ უფრო საინტერესო ისტორია აქვს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დავიტყვი, რომ ჩემთვის საპატიო მისია ვიყო მშვიდობის ელჩი. თქვენ მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ, რომ გვახსოვდეს აფხაზეთი. და ჩვენ, პირადად მე, ჩემს კოლეგებს და იმედი მაქვს, რომ თქვენს, თითოეულ თქვენთაგანს გჯერათ იმის, რომ ავაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელიც არ დაუშვებს განხეთქილებას. მე მჯერა, რომ დავბრუნდები შინ, სახლში, ჩემს მეგობრებთან ერთად. მადლობა. ამინ. ძალიან დიდი მადლობა. მინდა გულითადად მივესალმო ჩვენს ღვაწლმოსილ ექიმებს, ბატონი რევა სულუხია, ქალბატონი მარინა გელანტია, ქალბატონი ნინო დიდბარიძე, ირაკლი პაპასკუა, რომელიც ჩვენი ფილმის აფხაზეთი მე ვარ მეშვიდე ნაწილის გმირია. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გვერდით დგომისთვის და ძალიან დიდი მადლობა თქვენი ღვაწლისთვის. ძალიან კარგ საქმეს აკეთებ, ჩემოგია, აი მე ყველა თითქმის ყველა გადაღებულ ვესწრებოდი. და არაჩვეულებრივი ფილმებია და ისტორია კეთდება. არვინ არ დაიჯერებს, ბაკეს როცა გაიგებს, კარგი ტეტრასავი, სამთოსაც რომ არიგებს, ავიდა, დირიბ-დირიბ-დირიბ-დირიბ-დირიბ-ბე, ტარამ-ტარამ-ტარამ-ტარამ, ოა, ადე წინოს ჭედიბე, უსებრანგირა. მეგობრებო, ერი, რომელიც პატივს სცემს, წარსულს ყოველთვის იქნება მომავალი და ეს ჩვენი დღევანდელი აწყოს გასაკეთებელია. პროექტი აფხაზეთი მე ვარ. პროექტი აფხაზეთი მე ვარ და ეს ფილმები ერთგვარი მადლიერების გამოხატვაა მათი ღვაწლის წინაშე. მშვიდობა, როგორც გითხარით, ყოველი ჩვენთაგანის მოსაპოვებელია და ყველა მათგანი ჩვენ გარკვეულწილად მშვიდობის ელჩები ვართ. დღეს წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელმაც პროექტში აფხაზეთი მე ვარ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ჩაჩავას კლინიკის სამედიცინო მიმართულების ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, შოთაძის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მიწვეული პედაგოგი, ევროპის რეპროდუქტოლოგთა კონტრაცეფციის ასოციაციის წევრი, ევროპის მიან გინეკოლოგთა ასოციაციის წევრი ქალბატონი ლიკა ნაზარეიშვილი. ხო არ გამოვჩა რომელიმე? თქვენ ახლა დაჯილდოვდებით ქალბატონო ლიკა.
საღამო მშვიდობის ჩემო მეგობრებო, საღამო მშვიდობის ჩემი აფხაზეთიდან ჩამოსულ და აქ მყოფ ყველა სტუმარო, ძალიან მღელავ, იმიტომ რომ რამდენი ხანია მინდა დავესწრო თქვენს ღონისძიებებს და ვერაფრით ვერ მოვახერხე. მე ვარ აფხაზეთიდან, მე დავიბადე ქალაქ ოჩამჩილში, იქ გავიზარდე, დავამთავრე იქ სკოლა, მას შემდეგ გასაგებია უკვე გავაგრძელე ჩემი მოღვაწეობა მოსკოვში, მე თბილისში და ეხლა უკვე 35 წელია ვცხოვრობ ქალაქ თბილისში და მოღვაწეობ. მე მონაწილე ვარ ყველა იმ და გულშემატკივარი ყველა იმ სიტუაციის, რაც იყო აფხაზეთში, მე ვარ მონაწილე იმ სიტუაციის, როდესაც ომი დაიწყო და ბომბორაში აღმოჩნდა ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად და მივახციე იქედან მოსკოვში და როგორც იქნა მე ჩავუფრინდი თბილისში, ამიტომ ძალიან ბევრი ნერვიულობა განცდა გადავიტანეთ ყველამ, ძალიან დიდი ამაღელვებელი საოცარი მოგონებები ყველას, ძალიან ნერვიულობ, ძალიან უხელავდა აი მეტირება. ძალიან სამწუხაროა ყველაფერი რაც ხდება, მაგრამ იმედი გვაქვს, ძალიან დიდი იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება სამომავლოდ და ჩვენ ყველანი მომავალი თაობა მაინც აღმოჩნდება აფხაზეთში. გისურვებთ ყველას წარმატებებს, ყველაფერს საუკეთესოს, დიდი სიყვარული, დიდი პატივისცემი, დიდი უღრმესი მადლობა ყველას იმისთვის, რომ ყველანი აქ ხართ. მეც ვფიქრობ, რომ აქტიურ მონაწილეობას მივიღებ, ვღებულობ ისედაც. ჩემი მონაწილეობა იმაში გამეხატება, რომ მე ვეხმარები ძალიან დიდი წვლილი შევიტანე თავის დროზე, როდესაც ტოლმილები არ მიყვარს ეს სიტყვა, როდესაც აღმოჩნდა ჩვენი მოსახლეობა აფხაზეთის საზღვარზე, ზუგდიდში, წარენჯიხაში, ჯვარში და მე მახსოვს 10 წლის განმავლობაში აფხაზეთის ჯანდაცვასთან ერთად ჩავდიოდით და ვეხმარებოდით ყველა იმ ადამიანს, ვისაც უჭირდა. ეს იყო დახმარება სამედიცინო, მთელი ჯგუფებით ჩავდიოდით და უწევდით სამედიცინო დახმარებას უფასოდ. აი თუნდაც გუშინ აფხაზეთიდან ჩამოვიდა 2 პაციენტი გაგრიდან, აფხაზები, გვარად ბაქრაძეები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად ჯანდაცვა აფხაზეთის ძალიან მოგვეხმარა, რეფერალური სამსახურის ჯანდაცვა, საქართველოს ჯანდაცვაც მოგვეხმარა და გაუწიეთ 100%-იანი დაფინანსება და გაუკეთეთ ოპერაცია ორივეს უფასო. დიდი მადლობა. აი ეს წვლილი შემიძლია შევიტანო ჩვენ ხალხს დავეხმარო. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ქალბატონ ლიგა ნადარეიშვილს ერთხელ შევეგებოთ ტაშით. დიდი მადლობა ქალბატონ ლიგა ყველაფრისათვის. ყველას რა დაჰკლავს სიკვდილო, რა დარ თვითონ აღკვდებიო, შენ ვერც ბუნება გაშინებს, ვერც ეს დიდრონი მთებიო, რამდენი გმირი ჩაჰკლავე და მაინც ვერასძღებიო, ერთიღა დაგრჩა სახელი, ვერაფერს ვერ უშვებიო, სახელს ვერ შაშჭამ, ვერც შენდა, ვერც საუკუნო წლებიო, სახელი ქვეყნა დარჩება, მიწასწულები და ლეშიო, ორივე საჰყავს პატრონი, ვერც ერთს ვერ მაერევიო, გმირებს ნუშა ეჭიდები, სიკვდილო, დამარცხდებიო, სამარადისო დიდება გმირებს. და მინდა გაგაცნოთ ფილმის შემქმნელები, შემოქმედებითი ჯგუფი. იდეის ავტორი და პროექტის აფხაზეთი მე ვარ ხელმძღვანელი შორენა ჯავაშვილი. იმედია დარბაშია. მე მგონი ყველა იცნობთ, მაგრამ მაინც მივესალმოთ. რეჟისორი ნატალია ბაჭკორია. გია კაიშაური, ამ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ოპერატორი და მეუბნება მავიწროვებს, რომ კარგიო, მაგრამ არა კარგი. გაუმარჯოს ღმერთმაო. სოფრაზე. მონტაჟის რეჟისორი ლევან მაჭავარიანი, რომელიც დარბაშია. პირველად, ხო, იშვიათად ხედავ ხოლმე მისი თავდაბლობის გამო. და უნიჭიერესი მსახიობი ვალერი კორშია, რომლის ხმა არის განუმეორებელი, რომელიც ადევს ჩვენს ფილმებს და
რომელიც არის ფასდაუდებელი განძი ამ პროექტისთვის. მე დარბაზში დავინახე, ალბათ შემოვა. კიდევ მეორე თვითყვი არ დამეზარება. ახლა კი მინდა სცენაზე ვთხოვო გაერთიანება მშვიდობის ელჩების ხელმძღვანელს, როგორც ქალბატონი შორენა იტყოდა ხოლმე ფუტკარივით მშრომელს, რასაც მეუბნებიან ხოლმე კულისებში ვიმახსოვრებ. არაჩვეულებრივ ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი კარგი საქმე და პროექტი განახორციელა მშვიდობის ელჩებთან ერთად. მინდა გულითადად მივესალმო, წარმატებები უსურვო და ორიოდე სიტყვით მოგმართოს. მიხარია სულ ყველას რომ ერთად ხედავთ, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა უნდა ვთქვა. ბედნიერი ვარ, ასე გაერთიანებულად ყველას რომ ერთად ხედავთ ამ პროექტის მეგობრებს, ამ პროექტის შემქმნელებს, ჩემს ძვირფას ქალბატონებს, მშვიდობის ელჩებს და თითოეულს მინდა გადაგიხადოთ მადლობა დღევანდელი დღისთვის, რომ მონაწილეობა მიიღეთ იმ დიდ საქმეში, რასაც მშვიდობიან მესიჯების მიტანა ქვია მომავალ თაობამდე. რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, თითოეული თქვენთაგანი უკვე ხართ მონაწილე, უკვე თქვენი თითოეული ნაბიჯით, თქვენი ამ ნაბიჯით ახალი ფილმისა, ახალი სერიისა, მეშვიდე ფილმისა, რომელიც იქნება აფხაზეთი მე ვარ, ცნობილ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენ მხარეს გადმოსვლის შემდეგ გახდნენ ისინი, ვინც ახლა არიან, თავიანთი შრომით მიუხედავად დიდი ტრაგედიასა მიაღწიეს და შექმნეს ღირებული ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მომავალი ფილმის რამდენიმე წარმომადგენელი გმირი დღეს აქ არის და მე მინდა მათ უღრმესი მადლობა გადავუხადო მობრძანებისთვის. მინდა სცენასთან მოვიხმო, რომ რამდენიმე სიტყვა თქვან, თავიანთი ემოცია გაგვიზიაროთ, თუ რატო გადაწყვიტეს, რომ ამ ფილმის გმირები გახდნენ, რატო გადაწყვიტეს ჩვენს გვერდში დგომა ასე უანგაროდ და რატომ ჩაერთვენ იმ დიდ საქმეში, რასაც აფხაზეთის ჩვენი კუთხის მშვიდობით დაბრუნება ქვია. მინდა მოვიწვიო ბატონი ირაკლი პაპასკუა, ექიმი და მისი ღირსება მარტო ამ პროფესიით არ შემოიფარგლება. ბატონი ირაკლი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი შეხება აქვს დღესაც იმ ჩვენ კუთხესთან, იმ ჩვენ ხალხთან, რომელსაც ჩვენ ვერ ვეხებით, რომელსაც ჩვენ ვერ ვნახულობთ, რომელსაც ჩვენ ვერ ვეფერებით, მას აქვს ეს ბედნიერება და რომ ხედავ ყოველთვის იმედიანი თვალებით ვუყურებ, რომ თითქოს ეს ის ხაზია, რომელი ხაზით ჩვენთვის არის ყველაზე იმედის მომცემი. მინდა მოგზადით ბატონო ირაკლი თუ შეიძლება. აფხაზეთი მე ვარ, თაშრეთელი. ალბათ ყველამ გაიგო, ხო? და ეს ალბათ მართლა სიმბოლურია, რომ ჩვენი შეხვედრა დღეს აქ შევდგა. ღმერთმა ქნას, რომ ძალიან მალე ყველას ერთად გვეთქვა დივრთი ჩქინ აფხაზეთში, თაშრეთელი. ძალიან დიდი მადლობა იმ ნდობისთვის, ჩემთვის დიდი პატივია. იმედია ძალიან ბევრი გმირი ყავს და იმედია ჩვენ ამ მეშვიდე ფილმით კიდე ერთ რაღაც ისტორიას დავწერთ და ჩვენს ახალგაზრდებს კიდე მივაწვით ხმას მართლა იმაზე, რომელი კუთხიდან ვართ, საიდან ვართ, ვისი შვილები ვართ და ისინი ვისი შვილები არიან. ძალიან მალე გვენახოს, რომ ჩვენი შვილები აფხაზეთში დაბრუნებული ყვნენ და აფხაზ მეგობრებს მოუყვეთ ის ისტორია, რომელიც დაიწერა იმ ადგილებში. ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ ყველაზე მთავარია იმ ხალხს გავაგონოთ, რომ ჩვენ მართლა ერთიერი ვართ და ერთად უნდა ვიყოთ. ყველას გისურვებ დაბრუნებას აფხაზეთში. აფხაზეთის საკუთრება. კიდევ რამდენიმე სიტყვით მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავესწარით ასეთ ღონისძიებას ჩვენ დავბრუნდებით.
ეს ღონისძიება იყო თეატრალური წარმოდგენა სპექტაკლი, რომელიც ერთ-ერთი კერძო სკოლა ცოდნის ბაზაზე გაკეთდა. ქალბატონი ნაზი ნადირაძე არის ჩვენი მშვიდობის ელჩი, დირექტორი. და წარმოდგენილი იყო ეს სპექტაკლი, სადაც მონაწილეობდნენ ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლები, მე-12-მე-11 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც ძალიან ემოციურად გადმოსცეს ის, რაც დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა რომ ჩვენი მომავალი ფილმის გმირები სწორედ ამ ღონისძიებაზე შეირჩა ბაბუა და შვილიშვილი, ბატონი ედემი ხვიჩია და ბატონი მიქაძე რეზი. ხოთ მოგზავნით და რამდენიმე სიტყვა თქვენი ემოცია გაგვიზიარეთ, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩვენი ფილმის გმირები იყოთ. მადლობა. გამარჯობა აფხაზეთო შენ. მოგესალმებით. ბოდის გეთით და დიდი მადლობა. კაროჩა. ბავშვმა და იმსახურმა პატარა მონაკოთი იყო გუჩინცი ესე ლიტერატურული დიდი სპექტაკლი არის მაგრამ რაღაც შეირჩა მე ქალბატონი მომწონდა და სასაყვარინებო თქვენ ჩვენთან ისე მიკროფონი ახლოს თუ შეიძლება actually საზღვაო ბევრი ადამიანების ხედავისაც ერთმანეთს ვისწავლეთ. გებატონო მეთქი თუ რამ შემიძლია თქვენთვის აფხაზეთისთვის ჩვენთვის დიდი სიამოვნებით მეთქი. და ჩემი შვილიშვილი გახლავთ. ჩემი გოგონა არის რომელიც გემზე რო აღავთ აი პატარა გოგონა და იმისი შვილი არის. და ეს მონაწილეობდა მონაწილეობაში ამ პატარა მინი სპექტაკლში და აფხაზ თამაშობთ. მე შემოგთავაზეს ბაბუამ და შვილიშვილმა რაღაც პატარა მონაკვეთიო აი ფილმში თუ დაფთრებით და მე ვცხოვრე დიდი სიყვარული თუ აფხაზეთს შეეხება თუ რამ ისა თქვენ შემოგევლეთ ჩემი თავი თუ რამ შეიძლება გვერდში ჩვენ სახელები ვიცი შეგვიძლია დავუდგეთ თქვენ ვიცი შეგვიძლია დაგიდგეთ გვერდით ეს არის რომ მე მოულოდნელად შემოთავაზეს ეს როლი სკოლაში და რავი თავი დავთანხმდი იმიტომ რომ ბაბუა ჩემთვის წარმოვიდგინე რომ მეწყინებინა რაც ჩემი ოჯახისთვის და ავი გადავწყვიტე რომ კარგად შემესრულებინე იმიტომ რომ ანუ მაგით განამარტო ჩემ ოჯახს ვეხებოდი განამარტო ჩემ ოჯახს ვეხებოდი არამედ მთელ აფხაზეთს და მაგითო გადავწყვიტე რომ კარგად შემესრულებინე ახალ წინასწარ როგორც პანაი სანამ გადახდები ხო არ უნდა თქვა და ჯერ აზზე არა ბავშვებმა უნდა გავაკეთო და მე რაც შემეძლება ლეზის რაც შეიძლება ყველაფერს გავაკეთებთ ბატონი ვალერის დაგეხმარება ალბათ და რეჟისორებს და მერთო დიდება შენ და მე მოგილოცოთ აი დღევანდელ დღეს აგილოცოთ ჩემო ჯერფასებო აი ქართლის პროექტები ხდება მე მგონი ვინ საჭიროა ისინიც ისმენენ ამ ამბავს ოღონდ ის არ უნდათ გაამჟღავნონ რაღაც თავშეკავებენ მაგრამ მოვად რომ დადგებათ რომ ეს პატარა ფილმები იქნება ეს სიმღერები იქნება აი ყველაფერი სიყვარული ეს ურთიერთობა არის და ჩვენ დავბრუნდებით ჩვენ გემი დავბრუნდებით, ჩვენ მატარებლი დავბრუნდებით, ჩვენ თვითმფრინავი დავბრუნდებით, ბატონი, ჩვენ გურამოდიშარიას ესესკები ვიწვათ. ჩვენ ფექშიშვილებით ჩავართ, ისევ იმ ზიცას დავბრუნდებით. იმ ზღვასაც გადავცურავთ და აი ისე დავბრუნდებით. დიდება თქვენთან უფალი ღმერთი სევიდან იყურება ჩვენ არ გამწიებს. დიდი მადლობა ყველას. დიდი მადლობა ჩემს სახელმწიფოს ერთიანია, ვინც მიგვიღო, ვინც შეგვიკეთდა და ვინც დიდი სიყვარულით დღესაც რომ გეყედება. დიდი მადლობა ქალბატონებო, ბატონებო. ბატონო რეზო, მოგესალმებით რადიო ერთ-ერთი შემოგევლეთ. იმ დიდ ქალბატონს გაუმარჯოს, რომელმაც
ოპერაციები გააკეთა დღეში საშე თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი აფხაზი გამოდის რამდენი დაი როგორ ვეფერებით როგორ ვესიყვარულებით ისინი ხო ჩვენი ძმები და დები არიან დიდებას თქვენ და ალბათ მოძის იქით და ქეც ვიხრით თქვენს ორშიას მინდა კიდევ ერთხელ მოვეფერო მადლობა უთხრა თავისი განსაოცარი ხმისთვის თავისი ჩართულობისთვის ის ეხან გასული იყო როდესაც მასზე ვამბობდი განსაკუთრებული მადლობა თქვენი ხმა ძალიან მოუხდა ამ ფილმებს ეს ერთი და თუ ორიოდე სიტყვითაც მოგმართავთ რომ კიდე გავიხსენოთ ის ჯადოსნური ხმა რომელიც გვესმის ხოლმე ამ ფილმებში კარგი იქნება აფხაზეთი მე ვარ მოგესალმებით ხალხო შემოგივლოთ ჩემი თავი აკაც აფხაზეთში სამაჯაბლოში ყველგან ჭირიმეთქრები არ ვიცი როდის მაგრამ დავბრუნდებით როდის არ ვიცი მაგას ნუ მკითხავთ მაგრამ ეს კოშმარული სიზმარი რომელიც გრძელდება აგერობე 30 წელია შეიძლება მეტი დასრულდება გავიღვიძებთ და ზოგი გაგრაში ვიქნებით ზოგი სოხუმში ვიქნებით ზოგი ცხინვალში ვიქნებით და მოვედებით ასე მთელ ჩვენ სამშობლოს შემოგივლოთ ჩემი თავი თუ კი რამე შემიძლია თუ კი რამეს წვლილი თუ რაღაცა არ ვიცი მზათა ვარ შემოგივლოთ ჩემი თავი აფხაზეთი ჩვენ ვარ აი ბოლო სიტყვას განმოვეხმაურები არ ვიციო როდისო მაგრამ ზუსტად ვიცი რომ დავბრუნდებითო ხო და ესეთი შემოთავაზება მაქვს ძვირფასი რეჟისორის ფილმებით და კორშიას ხმით დავბრუნდეთ მეგობრებო, მოწვეულო სტუმრებო, კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მადლობას გადაგიხდით დღეს მომბრძანებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ საღამოს მე რომ ასეთი ლამაზი ვარ, არის კომპანია მარიგოლდის დამსახურება. ქალბატონ თამარ ნადირაძეს განსაკუთრებული მადლობა ჩვენი გვერდში დგომისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პროექტებში აუცილებლად ჩაერთვება და თავის განუზომელ წვლილსაც შეიტანს. ბრავო მარიგოლდი!